წნორის ოქროს ლომი ამ ნაკეთობას და ამ არტეფაქტს სოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის მიეკუთვნება ძველი წელთა აღრიცხვის მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარს და მნიშვნელოვანია ეს თარიღი იმითაც, რომ ამ პერიოდში როგორც ჩანს, საქართველოში საოქრო მჭედლო სკოლა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. ეს არის პირველი ცხოველთა მეფის ოქროს ნაკეთობა, რომელიც ოქროთია ჩამოსხმული. ცნობილია, რომ ლომი ძალაუფლების, მზისა და სინათლის საყოველთაოდ მიჩნეული სიმბოლოა. ოქრო კი დაგროვების უსაფრთხო და გამორჩეულ საშუალებად მიიჩნეოდა და რა თქმა უნდა დღესაც მიიჩნევა და კიდევ ერთი საინტერესო ის არის, რომ დაკრძალული პირის მაღალ სოციალურ სტატუსზე, რომელიც სავარაუდოდ ქურუმი იყო, მეტყველებს დასაკრძალავი ეტლის არეში აღმოჩენილი კიდევ ოქროს ორი ნივთი, დიდი რაოდენობის კერამიკული ჭურჭელი, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის 400-ზე მეტი ძვალი. და რაც თავარია, ამ პირისთვის საგანგებოდ აგებული ქვის ჯავშნიანი უზარმაზარი ყორღანი დასაკრძალავი ხის კამერით, სადაც წნორის ოქროს ლომი იქნა აღმოჩენილი. დამზადებულია საქართველოში, მისი შეძენა თქვენ შეგიძლიათ ლეპერტის შოურუმში, რომელიც მდებარეობს შავთელის 26 ნომერში.